ეს არის აღმაშფოთებელი ამდენი ხანი ვითმედი და ეს არის მორჩა არა ერთი წუთით რა თქვენ რო იძახდით რომ დიქტატურა არა ერთი წუთით კაც თქვენ რო იძახდით რომ მე ვეღარ ვაправებ უკვე რა ეს არის კატასტროფა მეგობრებო მე ეს არის გამოხატვის ხელოვნების გამოხატვაზე პირველ რიგში ხელოვნების გამოხატვა ხელოვნება არის ისეთი და ვერტიკალური რა რომელიც არ შეიძლება ეს არის ისეთი არტისტები როგორიც არიან არტისტები არა დოი არტისტია გითხმები როგორიც არის დოი როგორც არის დოი სუდოი გაუტრაკე ამ რაჭს როგორიც არის ჭოლო რაჭს იმიტომ რომ მე ვიცი ეს დაიწყო დოითი მაგრამ მოვა შენამდეც ჩემამდე მე გავიქცევი შენამდეც მოვა დაიწყება დოითი დამთავრდება ელიოპეტრით ამოთხიან ელიოპეტრის ამოთხიან მე მაგჩები ესა თოჯინების თეატრი თითების თეატრი კარგი იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ თელი დარჩენილი გაცემა დოიზე გადაობაში გავატარებ ამიტომ უცებ გავაკეთებ სადამდე შეძლებ სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ იქნებ ვინმე მარიც ხო მოკლედ დოი მოხსნეს ბატონი დოიაშვილი დოი წავიდა გაშავდა მოგდა ბატონი დოიაშვილი მე დავიწყებდი მისი იმ უდიდესი დამსახურებით ქართული კულტურაში ბატონი პლატონი რაღაცა ძალას რომ იასმენსავ რა ქართულ არა უყურე მას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ქართულ კულტურაში ის არის ღირსების ორდენის კავალერი მიხეილ სააკაშვილის ხელით დაჯილდოებული. ეს უდიდესი სამსახურება. ეს რაღა ოსკარი, პალმის რტო, როლანდ ახალაია დოი. ეგ არის. დოი, რომელიც რევოლუციურ გასტროლებს აკეთებდა. არა, რეგიონებში. მანიფესტი დაწერა რევოლუციურ გასტროლებს აკეთებდა. ამ ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი იყო და შესაბამისად იმ თეატრის ხელფასებს არიგებდა ამ ხალხზე, ვინც დაყავდა ამ რევოლუციურ გასტროლებზე. ის მან სრულად შეწყვიტა თეატრის ფუნქციონირება, სახელმწიფო თეატრის ფუნქციონირება გააჩერა, გადაიტანა. ძალიან დიდი პრობლემა არ არის, მოდი ეგრე. ხო, ვიღაცას უნდა, ვიღაც არ უნდა. ჩვენ არ გვადარდებს. კატასტროფა არ გამოიწვია. ჩვენ არ გვადარდებს, ყავდა მაყურებელი და ვიღაცას პრობლემა იყო რა. სოფლიო კატასტროფა, რეგიონალური მასშტაბის კატასტროფა იყო, მაგრამ სოფლიო მნიშვნელობის კატასტროფა არ იყო. ეს ადამიანი სწორედ ამიტომ რომ მას ჰქონდა ეს დისციპლინარული ნაკისრვალდებულების სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებლების სახელმწიფოს აყირავებდა ეგ როგორ შეიძლება ყველა ამ ფონზე აყირავებდა ეხლა ყველა ამ ფონზე მას და მის წინაშე არ გამოდის ეგ წინაშე არის ეს რო არ გატარებულიყო, არა, ხო, უცებ დავამთავრე. ეს რო არ გატარებულიყო, ის ეგ იქნებოდა კანონდარბა. კაი, ეხლა ვიკაიფოთ, მეგობრებო. ეხლა დოი ეს დრამა ქვინები, ეს ვითომ კაცები, რომელსაც თეატრიდან ვიღაცა ეს ხო იცით, არა, სცენაზე რომ მოაკლდა სცენა და სულ რომ პოზიორობენ, ეხლა დაიწყეს რაღაც დრამის გაკეთება. არა, თვითვიქტიმიზაცია და ასე შემდეგ. ჯერ ქალები დავიწყოთ. ეს ბუთხუზი არის ძალიან საინტერესო. იცი? ბუთხუზი? National Geographic ეს? არა, რა National Geographic. მე მაგაზე გამეცინა. რო დასცინა. აშენ ის კაცია? ქალმა რო იცინა. მოდი მივხვდი რომელსაც მას სახელმწიფო არის. პროსტა შეხედეთ რა მეგობრებო გაუშვათ. სიგნალია ეს ჩვენთვის რა. ეს არ არის მარტო ჩვენი თეატრის ამბავი. ეს არის ქვეყანა. სუეჟი თვითაღგზნება. თეატრი არის საქართველო. აუ რა ბანძი პათეტიკა აღმეთ. აი დოი და თვითონ საქართველო აი დოი. აი შეგე. მაგაშ მართალი. შემოგეულე. მაგ მართალი. ეს არ არის წყლის ზოიცა გაჩერდა. თეატრი ამ გონიათ რომ საქართველო ჩვენი ქვეყანა. თქვენი სამშობლოსაც დაიზარდეთ. კიდე შობლო. ეხლა და ასე შემდეგ როგორც არის ხო? ამა გონიათ რომ ეს არის საროსკიპო. ეს ქვეყანა გონიათ რომ არის საროსკიპო რა. და ვისაც რომ გოცნოთ ისე საროსკიპო და ეგრე არ არის. გაჟი აქ ფროიდი ისვენებს მეგობრებო. უინდა. აი გე ფროიდი ისვენებს. სერიოზული ამბავი. გაუშვათ. საროსკიპო გადააქციეს ბიჭო. თავად. უყურე რატო ახსენდება ეს დაწესებულება. ფროიდი ისვენებს. გაუშვით დარჩე. ნუ უბაზოს. ჩემი საზრით, ამიტომ ძალიან მალივად იწვენა. მე მithქვამს გამიმეორებია შექსპირის სიტყვები, რომელიც ეგონათ არც იცოდნენ. ეთქოდა ეგონათ რომ მე ჩემი სიტყვა იყო და მე მithქვამს საფლავის ქვაზე სუდი წარწერა გერჩი უნდათ სახიობების გადაკიდებას და სახიობები ამ შემთხვევაში ჩემთვის არიან ადამიანები. ადამიანი ძალიან გაბრაზებული. გასაგებია. ხო, ნუ რა შეიძლება ეს მე ანუ უყურე
ქართული სამსახიობო სკოლა თუ ჩავთვალეთ რომ არის ეს ჩვენ უნდა ვთქვათ რომ არ გვაქვს აღარ გვაქვს იმიტომ რომ მაო ესეთი პატიკა ესეთი პატიკა ამას ქვია ესეთი არადამაჯერებლობა ხელოვნობა სიბანეზე მე მგონი ამას ქოშინით ბიჭო ტექსტის მოხელის სამსახიობო თვალსაზრისით არსებობს ფსიქოლოგიური ინტერდისციპლინარული კატეგორიები სადაც ლიბიდალურად გავარჩიოთ არა სადაც მე მგონია რომ მეტი წილი ფსიქიატრიის საგანია რაც აქ ხდება ამას ეხლა რომ დაუნიშნო რამოდენიმე პრეპარატი რეკლამად არ ჩამითვალოთ მაგრამ თქვა ქსანაქსი რა არის რაღაცა ვალიუმი ის ვაფშე იქნება ადეკვატური რა და ადეკვატურად გასცემს ყველაფერს პასუხს და იქნებ სხვანაირად არ შეუძლია კარგია მოდი აბა გავუშვათ სოფონი ჟარაძე გავუშვით სოფონი ჟარაძე გავუშვაში გავუშვით მანიფესტს ეს არის პასუხი იმას რომ თეატრი არ ეგუება მოსამართლობას რაც ხდება ის რომ ჩვენი მსახიობი დაჭერილია და ათასობით უბრალოდ ათეულობით კიდევ ბევრი უდანაშაულო დავალება აქვს ყველამ ქოშინზე ერთი წამი არა მე რაც მინდა ვთქვა რა რომ სოფონი ჟარაძის გარშემო სხვა შორის უსამართლობა არასდროს არ ყოფილა და ყველაზე უცნაური და უცხო არის სოფონი ჟარაძისთვის უსამართლობა აბა ახსენი არა რა ახსნა უნდა სოფონი ჟარაძეს ძალიან უკვირს უსამართლობა თეატრში ყველგან ვაფშე ცხოვრებისეულად არა ცხოვრებისეულად უსამართლო ყველაზე მეტად რაზაც ვერ იღებს ეს არის უსამართლობა სოფონი ჟარაძემ თავი დაგვამახსოვრა აი რომ კითხო პოლიტიკური სიკველები და რომელია მთავარი მაგრამ მეგობრებო სამართლიანობა ბატონებო ეს არის სამართლიანობა ბატონებო მეგობრებო სოფონი ჟარაძე თქვენ ახლა ირონიულად მოიხსენებთ მაგრამ ის არის ძალიან ზუსტი დამკვირვებელი თუ გახსოვთ ნოდარ მელაძის შეფასება ნოდარ მელაძის შეუულებრივად ძნელი სუნი აზდისო არა ჩაკუკულია სუნი აზდისო ეს ნოდარ მელაძეს ასე არც მანამდე არც მერე არ დაუხასიათებია ანუ ის დაკვირვებული ქალია ანალიტიკური პოზიციიდან რა თქმა უნდა ზემოდან კონტემპლატივა ვიდა კონტემპლატივა ეგეც უნდა გეთქვი შეხება სოფონი ჟარაძე რომელიც ამბობს რომ არის მსახიობი არ ამბობს არ ამბობს როგორ ახლა თეატრებში და არა ის არის მუსკომედიის მსახიობი თქვენ ქეთო და კოტე ნანახი არა ესაა თამაში მისი ქედო და ფილმი ნანახი მოჭ ეგა მაგარი ბიჭო როდესაც მიშა იმის რო ყველა რეგიონის კლიპს თუ კი უცხოელი ჩამოყავდა ის სცენაზე თეატრებში დეკორს თვითონ ურჩევდა კაბას თვითონ ნაცმევდა მაკალიბრის არტისტი ჩვენ უყურე ჩვენ მაინც ბოდიში ბაჭო ერთი ჩაგოჩა მე ხო თურქეთში გადაფრენაზე არ ვამბობ არა ჩავამატებ თურქეთში შეიძლება აი ნიჯნურ ადამიანს ნიჯნურიც ან ეუფემიზმია რა შეიძლება ჩუ მანქანა სახლი რამე საკუთარი თავი ძალიან მაგარი თურქეთში ოპერაცია არა ძალიან მაგარი რაღაცა საიუველირო ნაწარმი სპექტაკლი ფაბერჟე სპორტზე გარი კვერცხი რამე მაგრამ მას აჩუქეს საკონცერტო დარბაზ სპექტაკლი გერგი აჩუქეს და რიხის დოკები ანუ კოეფიციენტი და ყველაფერი აჩუქეს ხო და უყურე ეგ ცალკე მაგრამ მე დოკები აჩუქეს მე ძალიან მალე მინდა რომ დოის დაუბრუნდეთ ამიტომ ერთ კომენტარსაც გავაკეთებ სოფონი წარმოიდგინე მინიმუმ 7 წლის მანძილზე სოფონი ჟარაძე იყო საქართველოში მიშას გამოისობით თავარი მუსიკალურ მოვლენა იყო ესე კი აბარა არა კი თავარი მუსიკალურ არ მოგწონდა და შენი აჯობებდა ეგ გვაჩნიდა ხო მაგრამ მიშას გამოისობით ჩორიდნენ როგორ არა არ მოგეწონებოდა და იყო ეს ეგრე ზანდა მაგრამ უყურე მიუხედავად ამისა თავარი ჰიტი და შესრულება სოფონი ჟარაძეს რაც დაგვამახსოვდა არის ის რომ ნოდარ მელაძეს სუნი ასდის. და ისე მართლა რა გამღერი ეგ. არაფერი. ვერაფერს ვერ გაიხსენებ. Lady in Red კარგად მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს მისი ნამღერი, როდესაც სოფოს დაწერილი სიმღერა. როდესაც მიშას უმღერა. რა აქ ნამღერი? ანდრია ბოჩელიო ჩამოიყვანეს და უდგა მიშამ გვერდით ეს და ხო და კიდე რა ანუ რაღაცა კლიპი რა რეგიონალური სიმღერები მითხარი. რეგიონებზე აქვს დავშალ. აბა რა გინდა მე შე ვერ გავიგე რა. სოფოს იცი კიდე რომელია? მე მიყვარს რუსთავი. ქალაქი. არა რა არის თემი მაგარია მე. არ ვინ ამ გოგოზე ხლა. ბოლო აღარ არის აქტუალური. არა ერთი წუთი ხლა ანამანიანი გავუშვათ. რას მეუბნები? მოვა დროგაში ძალარქია მინისტრი და დარჩება ის რაც დარჩება. ანუ შავა რა პონტე რა გაზი ამბობს. ბიჭო ჩვენ თვითონაც უნდა გქონდეს აი გაშვების რაღაცა
ანკა კალატოზიშვილი, თიგა რუხაძე დარჩება ის რაც დარჩება. მართავს რომ ისტორიაში ზუნდან. თვითონ ისტორიაში განაღებულია. საერთოდ ვიღაცამ შეიძლება ეს ჩვენ ვითაოთ, უნდა გაანალიზოს ფილოსოფიური კონცეფტი რადიკალურ ოპოზიციაში ისტორიის სწორი მხარე რას ნიშნავს. ანუ იდეა ისტორიის სწორი მხარე როგორც არ ვიცი დეგრადაცია, როგორც გოიმობა, როგორც ისტორიის სრული დევალვაცია, როგორც აი სრული იგნორირება ყველაფრის, ან ვინ შემოიტანა ეს ისტორიის სწორი მხარე, ეს NGO ტრენინგებზე ნასწავლი პათეტიკა, თუ მართლა ვიღაცის თავში მოიღო, თუ შემოშეუძლებელია რა ისტორიის სწორი მხარე, მე ვიარო ამბობდა. ასევე მინდა გაუშვა მასობრივი კულტსანახაობის დამდგმელი და გადამღები რეჟისორის დავით გერსამიას, რომელსაც ხალხი არ იცნობს, მაგრამ არის მიშას პირადი რეჟისორი, იმის იცი დავით გერსამი გაიგია? სახელი მეცნობა და რა უცნაურია, როგორ დაეცა ყველაფერი. რომელია დავით? დეკადანსი, აი ეს. რა გადაღებული? იყოს მიზეზი. ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თანამედროვეობის ძალიან დიდი რეჟისორი, თანამედროვეობის ძალიან დიდი მარტინ სკორსეზე ჩასვეს ციხეში. დოის სახით. ბიჭო, დოი არა, მარტინ არის იგივე რომ მარტინ სკორსეზე ჩასვა ციხეში. მე ზოგადად მონტუზო ადამიანი. მე კინემატოგრაფია და მე მინდა სწორი შედარება რა, თეატრის მიმართ თანამედროვე რეჟისორი არ ვიცი. შეიძლება თანამედროვე ადამიანი, პრიატად რო არის ადამიანი. შალვა, თანამედროვე თეატრის. ვინა უნდა დავგუგლო, ვინაა დავით გერსამი? ბიჭო, შიდა ბაზარი არის შენ ესენი. ჯო, შენც ვერ მეუნები რა, გადაღებულია. ტელერეჟისორია, ლაივების კარგი რეჟისორი. სხვა ტელევიზიები ბიზდა. არა, კარგად იღებს. აი არ მაგრამ რადგინა ნაცია. ხო, დავით გერსამიას პირველი რა ვარდება, იცი? რა? პირველივე Google-ში რეზულტატი თქვენ შეამოწმეთ რომ პარტიების შემოწირულობები, ესა პირველი რეზულტატი Google-ის, არა. და დავით გერსამიას აქვს 49 ლარი შეწირული ნაცებისთვის. კი ბატონო. თემა სიმბოლური. Google-ში მე 2016 მასე ნუ ვიმჯერებ 49 ლარი. რაღაცები ვარდება. შემოწირულობა ვერ ამოვარდება. ეს ოფიციალური ისა. მეგობრებო, მოდი დავქნა რა გავაკეთოთ. მოდი შევაჯამოთ, ვიღადავთ გასაგებია. ეს არის უსუსური, უნიჭო დრამა ქვინი ადამიანების მიერ მოწყობილი ქარიშხალი ჭიქაში. სად მიდიხარ შენი ასეთ და ისეთ, შე ოჯახ აშენებულო. ხარ დოი. აგიშენა ბიძინა ივანიშვილმა თია. არა. მოდი არა. მან აგიშენა არასწორია. ააშენა. დოი არ შუაში არის. ააშენა, გაარემოთა, თავიდან ააშენა, კირგიზის კულტურის სახლი ააშენა თავიდან. თანამედროვეში თეატრი გააკეთა. და იმ დროს ვინც იყო აღარ მახსოვს მე, კულტურის მინისტრი იმან დაგნიშნა. რა თქმა უნდა, გაქვს პროტესტი. და ჩვენ ვიცით რომ შემოქმედება, ხელოვნება მართლაც რომ დამოუკიდებელია. ცუდი ძაღლიო შინარ ვარდოდა და გარეთ გარბოდაო. გაქვს დაფინანსება, გააკეთეს საპროტესტო ხასიათის სპექტაკლი. როგორც რობერტ სტურუამ გააკეთა ყვარყვარე თუთაბერი. რომელიც იყო ცეკაზე, მაშინ არა, ვასრულებ, ცეკაზე, მაშინდელ ცეკაზე, შევარაძე მე სპექტაკლი ნახა და არ აკრძალეს პატჩო. გააკეთე საპროტესტო შინაში და მთელი ეს შანტრაბა, ვინც ყავს ნახევრადნიჭიერი მსახიობები, შეკრიბე იგი და გააპროტესტე. რაც გინდა. სად მიდიხარ? რა მანიფესტი? რა სიმუქრებით ეს მსახიობები, ხო? აი, რობიკო სტურუა ახსენე და იმიტომ რომ მე შემხვდა დღეს Facebook-ზე რომ დოის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარალელს ავლებენ, აი რობიკო რომ მოხსნაო მიშამო და ეგ რო არ მოხწონდათო იგივე გაკეთდა ეხლაო და თიკა რუხაძეს ვიღაც ნაცები მიმართავენ რომ ლიზა ბაგრატიონზე და ნატო მეტონიძეზე რო ამბობდიო რომ დეუნის ობიექტები არიანო ნაცების მხრიდანო რეჟიმის დროს ეხლაო შენ გააკეთე იგივე დავიწყოთ იქიდან რომ არც ლიზა ბაგრატიონს არც ნატო მეტონიძეს და არც ერთ მათგანს არ ქონიათ ჩაბარებული სახელმწიფო სიპი და სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მათ ერთი არ გამოუწევიათ პროცესის შემოქმედებით პროცესის აბსოლუტური ბლოკირება და მით უმეტეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ისინი არ გადასულან და არ დაუწყიათ რევოლუციური აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ანუ ძალიან დიდი განსხვავება ხო მგონი? იმიტომ რომ ამდენი ხანი დოი ისედაც იყო ოპოზიციაში
ისედაც გინებისმეტი მისგან არაფერი არ მოგვისმენია, მაგრამ ის რჩებოდა, მაინც ამ თეატრის ხელმძღვანელად იღებდა ჩვეულებრივად სახელმწიფო ბიუჯეტი და ხელფასს, ის და ყველა მისი მსახიობი და დაქვემდებარებული პირი, მაგრამ როდესაც ამან გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული განეკარგა რევოლუციური ქმედებების დასაფლავად. გააჩერა თეატრი. და რა თქმა უნდა, გააჩერა შემოქმედებითი პროცესი და ხალხი, რომელიც თეატრში ამ კონკრეტულ თეატრში მოხმარებელი ყავს ამ თეატრს, ხო, თავის მოხმარებელი, მათ შორის დოის მაყურებელი, გაუწყდება ვიღაცას. ხო, კი ბატონო, ვიღაცებს დოის გამოყავს, ხო? ამ ადამიანებს შენ უჩერებ თეატრს, იმიტომ რომ შენი პოლიტიკური წარმოდგენები, ხო, შენი პოლიტიკური წარმოდგენები თვლი რომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა გააკეთო რევოლუცია, ნუ კონსტიტუციური სამართლიანობა არის და სამართლიანობა მოითხოვს რომ შენ იმპოზიცია აღარ იყო, რომელსაც ქვია სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი. შეიძლება ეხლა ცოტა სხვა მხარეს და ძალიან მაგარ პოსტს გაჩვენებთ ეხლა. პატრიარქმა არ გაიარაო მარკირება გახსოვთ. კი, კაცო, როგორ არ მახსოვს, თელი ლიბერალური მედია მაგაზი არ დღემდე. ხო, მაგრამ ეს წლებია ეგრე ხდება და ტრენდია. არა, ეს სიგიჟე ხო გახსოვთ რა? ხო. ტაბულას რამე უნდა ეთქვა, საღდგომოთ რა. რამე მელკი ვრედნობა რა. და თქვენი აზრით, აი ტაბულამ, აი ამ დედააფეთქებულმა მელკიდან ვრედნი ორგანიზაციამ გამოცანას გვეუბნები? საღდგომოთ რა მელკი ის მოიქონა, მოგხვდებით სიცილით. არ არის, ვერ მოგხვდებით. გავუშვით თუ შეიძლება. ისრაელის ამბავია? ხო, გავუშვით. ტაბულად ისრაელის პოლიციამ უთხრა, რომ წმინდა ცეცხლის ცერემონიის დროს კუკლიაში შესვლამდე იერუსალიმის პატრიარქს არ შხრეკენ. და შეაქო ცეცხლი და თვითონ უკიდებს. ეს უკვე ეს კიდე, ანუ მადლობა. ეს გარდამოსვლის, ანუ ბიჭო, აი ჩემო ძმა. შეხვდების, აი შეპრობილი ხარ. ეს რო გონიათ იდეა. ეს გონიათ, აი სად რო გონიათ იდეა ფიქსი, რომ აი ეს არის ამათი იერუსალიმი, აქ გადის ზღვარი, ყველაფერს შორის. სასწაულებრივად გამოდის. ეს არის. აი ეხა იმას კი არ ვამბობ, სპიჩკაშია. მაგრამ არ შხრეკენ. სიკვდილის წინ ამობენ, არა, მაინც არ გადმოდის. ხო იძახდით, შხრეკენ. აი ძმაო, ისრაელის ვაფშე სამყარო AI და ყველაფერ ბიოტექნოლოგია ბოლომდე რომ დაიხოს, ვაფშე სხვა სამყაროს რო ვიგებ, რაღაცა დისტოპიურს თუ იმას, მაინც ეს იქნება იდეა ფიქსი ამათთვის, რომ პატრიარქმა არ გაიარა მარკირება და იერუსალიმის დამასრო. ეს უნდა გკითხო მართლმადებლურ ეკლესიას. ეკლესიას უნდა გკითხო. ისრაელის პოლიცია. გუბას სანიკიძე გავა. არა, გავიგე. ისრაელის პოლიციას რატო ეკითხები? ისრაელის პოლიცია ჩხრეკს აკონტროლებს იქ ვითარებას, იქ არაბი მარონიტები აკონტროლებენ იქ თლიანად, როგორც ვიცით. ისრაელის პოლიციას რატო ეკითხები? კაი, გუბას სანიკიძე გავა. მოიცა დოი რა. კაი რა, დოიზე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი აგერ. გუბაზია, გახარია, ნიკამელია, საბაბუა. გუბას სანიკიძე, ბაჭო ხელს მიშლის. აი პირველ გვერდზე რაც გვაქვს. დოი არ იმსახურებს იმას რომ გადაცემა მიიღოს. რა ერთმანეთს ლაპარაკს სამხმაში ისმის ჩვენი ხმა. აი ქრონოლოგიურად რაც გვაქვს პირველ გვერდზე. დოდსონ მანდელა არ გვინდა? აი აქედან ჩამოვყვეთ პირველ გვერდზე და ყველაფერი გავუშვათ. ძალიან მაგარია, გუშინებისგან განსხვავებით. დოი ჩამიშხამეთ რა. სტალინის დროს დახრიტავდნენ. ვის? დოის. დახრიტავდნენ. დოისო. ეჭუ ხარ გეპარები. დიქტატურა საქართველოში. არც დიქტატურა არ არის, იმიტომ დიქტატურას წესები აქვს თავის. და ვინც ამ წესებს არ უღებს იმას მერე ზომაზე მეტად ჯის ხოლმე. ეს არის ბანდა. რა ის დიქტატურა ჭირდება, ტიპები ჭირდება, აღმასრულებელი ჭირდება. შეუპოვარი ხალხი ბანდა, ესა ბანდა რის 24 წელია, არა 24 მეტრი, ბოდიში 34 თუ 35 წელია. გამოვიდეთ, ანუ გააჩერეთ ძალიან მაგარი რაღაცი ლაპარაკა გუბას ანიკიძემ, შინაარსი, თუ უნდა დაგვიკომენტარებინა და ერთ წინადადებაში. მოსპო. ის ანეკდოტი რო არის, მამი დღეს ორშაბათია თუ პარასკევია და ცოტა ახლო თქვიო. ანუ 24 თუ 34 წელი და ის ძველი ჩანაწერი რო აკუბარდიეს. პანკიში თუ პანკისთან ახლოს 2006-ში თუ 2007-ში ვიღაცას რაღაცა ზუსტად არ მახსოვს. ერთი კაი მოხუცი გურულის ჩანაწერია, იყვნენ 5 არა, 4 არა 2000 არა 80. ეს საყვარელი კა. ბიჭო ეს რას ძახის, ცი რატო თქვა? პრერეპრესიები რო იყო სტალინის 37 წელი, რატო მოხდა? იმიტომ რომ გასუქდა რა ელიტა და ომზელოდებოდა სტალინი და შეაფუცხუნა და ბევრი უდანაშაულ ადამიანს მეორე გუბაზი და ამას გონია რომ ეს არის პრერეპრესიები მეორე გუბაზი სუნიაზდის რეჟიმი ო
ოპოზიცია რო ხარ ქოცებს უნდა ჯობდე. და პაუზა ყველა პარტიას და ემწყდება გაბრაზდა ატა ის შეიძლება ნახე გვერდზე რო იყურება შეხედე კამერას აღარ უყურებს კვესაშიშია გამორთეთ გვეშინია კაი გვეშინია იბუტება ეს ელაპარაკოს ხო თემა რა გახსოვს იმას ეგრე უყურებდა მელიას ეს ქოცებს უნდა ჯობდე მან თემა რა არის იცი ნუ იღრინება შეგვეშინდა ის კიდე მაგარი ბოდიში რაჭაზე რო დღვინავდა იქ ბუოდა რაჭაჩი ის რო იძახდა რომ ოქროს საბადოს დაბლა ლალის საბადოა ძალიან მაგარი ეთერი მოიცადე რაჭას ხელიო გვარამი ამბობდა რომ დაგპორცნით ოღონდ მართლა თვალებს დაგტყიდო რაჭას თუ შეეხებითო ბიძინა რაჭას ხელი და ესე და იქით ვერ იხედება რა ხომ არა რაზე იყო მთელი ბაზარი გახსოვს სიგიჟეზე ბიჭო ბიძინა ივანიშვილს რო ჯერ ხო და რიონის დაკეტვა უნდა სანაპირ ზღვა გადმოაქვსო მერე იყო ცა გადაკეტაო კი რიონი რო დაკეტოსო რისო და ქვემოთო იმითო კი არაო რომ იქ ოქრო და რამე ქვემო ლალის საბადო ანუ ოქროს საბადო არა ანუ ინტერესებს მითოლოგიაში ამაზე კაი ისინი კი არ არის ფანტაზია რა ან კაი ზღაპრებში არა ეს მართლა ბიჭო ნაპირი გადმოაქო ეგ არის ჩემი ფავორიტი ზაზა უკაშვილი ჩემი იყო ცასკეტავსაც ზაზა უკაშვილი მეუღლის დონის და ის გახსოვს ხე გადაიტანაო და ხალი ქალს დაემუქრენო მოკლავთო კალდარო ჯავდნენ და ის ხალი ამბობს არაო კაცო კარგად გადამიხადესო და ყველაფერი კარგად არის და კიდე რას ამბობდი იცი გურის მთებში სოფელია ბუკის ციხის მაღლა არის 170 კილომეტრი და ტრასა არის ესეთი. ეს ხე რაღაცა ხე იპოვეთ. ამ ხისთვის მოვიდნენ და წაღება უნდათ. ოღონდ იქ მანქანა ვერ ადის რა. და ბოლოს მაშინ თუ ესეთებს ვიხსენებთ, შედევრი იყო ყველა ხანძარზე კარფური იხსნება. და თუ გახსოვთ პირველი. არა, მაგას ყველა ამბობდა. კარფური პირველი იყო ხანძრებზე. პირველის ერთი სიუჟეტი იყო აბას თუმანში გაჩნდა ხანძარი. და პირადად ბიძინა ივანიშვილი დავინახეთო პირადად ბიძინა ივანიშვილი და დაცვის წევრი დავინახეთო ანუ ხო ხტები რა კი და ანგოლაშიო იარაღს ყიდაო ანგოლა გეიტი გახსენეს ანგოლაში და ის სკოლებში რო იმას ძველმაგიდებს იმაშებაო კასტეტები რო გეტებაო იქიდანო ძმა და კოვიდის დროს მარნეული იმიტომ გადაიკეტაო რომ კარტოფილის ბიზნესის და არა პამიდორის ბიზნესის მონოპოლიზება ბერასო ბიზნესია კი კლუბებში რაში კლუბების ბიზნესი რო არის და ისიც ძალიან მაგარი იყო ისიც იდეალური ბიჭო ძნელი ამოირჩიო რომელია მაგარი აბა მიდი და მაგალითად წარდგენა ხო ცალსახად პირველ ადგილზე არის ნოდარ მელაძე ბელგიური შავი შოკოლადის ფერი კარები აი ეს როგორი ემოციური манипуляცია იცი მაგალითად უყურებს ისეთი ადამიანი რომელსაც დიდი შეძლება ბელგია არის არა დიდი შეძლება რაღაცა და არ უჭამია ბელგიური ო ბედი ფიქრობს რომ შავი შოკოლადი ხო მენატრება და ბელგიური ბელგიური შოკოლადი ვაფშე სხვა ფერია ვაფშე სხვა ფერია და ზურმუხტის ფერი ისინი შეულებრივი სინთეტიკური მოედანი ხო და მაგარი კიდე მაშინ ერთად უმაღლესი კარტაა ტუზი უნდა ჩამოვიდე ჯოკერი მიდი ეხაო მივდივართო მანქანითო ინკასაციის მანქანით ეგ გააქვთო ეგ რომეო საჯაიამ დაწერა 2000 ბიძინას ოღონდ ეგ როდის გააქვთო არა როცა გარბისო 2016 წელს როცა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიგო მაშინ წერს მანქანაშიო უკან მიუყვებითო საინკასაციო მანქანებიო ოქროულობა და ნახატები გააქვთ და გარბის ივანიშვილიო კი ეს ჩემი 2016 ოღონდ ნახავ მე გავიგე და რაღაცა კი არა აი ახლა მიუყვებითო რა კარგია კიდე რა გვაქვს გიორგი გახარია ხო, აი ძალიან მაგარი თქვა დღეს და მეთქვა გაუმარჯოს, გაუშვით. ჩვენ ახლა ვემზადებთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში. ან თქვა ერთად არ დაინიშნა ბატონი. აი რო არ დაინიშნება, მე გავდავწყებ. არა, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას? კატეგორიულად უარს არა. რა თქმა უნდა არ ვამბობ. რა თქმა უნდა არ ვამბობ. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ, ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რაღაცას ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს და ის პარტიები, რომლებიც აქ თავს იკლავდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ბოიკოტს უცხადებთ და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, აი ისინი რომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, მე მეტად თქვენ აქვთ ვიზე გაქვთ ეჭვება პერიოდი. იდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით. და თუ მანამდე ახალი არჩევნებია. და
და მინდა მეგობრებო გავუშვა აპოკალიპტური პენისის საბაბუაძის აპოკალიპტურივე განცხადება თუ შეიძლება. ბაბუაძე. ახლა მაგარია შეხედეთ. აღიარა. ძველი აღთქმიდან ფრაზას რომ ღმერთს მომთმენი უყვარს და არა მამაცი, ჩვენ გვჭირდება მოთმინება, გვჭირდება წინდახედულობა, გვჭირდება შენაბიჯო და გვჭირდება ამ ბრძოლაში იმის აღიარება, რომ ამ წინააღმდეგობას ანუ მამაცობას პირდაპირ ეს არის აღიარება, რომ მამაცობას ვერ ვკაჩავთ თან ჩვენ ამას გავუვარდეთ. ეს არის პირდაპირ აღიარება, რომ მამაცი არ ვარო. ხო, მომთმენი ვარო. არა, რეალურად ეს არის просто член. და არა, და რუსული თუ გვახსოვს, მომთმენებს რუსულ კრიმინალურ ჟანგორში, რანგორში ქვია წერპილა. და ყველაფერი მასზე მოსულა. ძალიან შემზარავი ინფორმაცია წავიკითხე. კიდე ხდება რამე? ძალიან შემზარავი ინფორმაცია წავიკითხე. ხო. შეიძლება ჩამოიშალოს ყველაფერი. რა? ვითომ ნერვიულობ. დათა თავაძემ. ვინ არის დათა თავაძე? ვიცი, დათა ხანდაჭერა გამოუცხადა. ინგლისურ ენაზე დაპოსტა დოის გათავისუფლების შესახებ სტატუსი. სად დაპოსტა? როცა ჩამიგდეს for my international followers everywhere in the world there's. ანუ მას გონია რომ საერთაშორისო. კარგი, აქ კეთილებდარიანი, მაგრამ დავასრულოთ კეთილებდარიანი? ახსად. გავუშვით კეთილებდარიანი. შესაძლებელიც არის პოლიტიკოსი. ეს ამას ამ ჩლენს შეხედე. კიდევ რომ მივიდნენ ადამიანები. დაინახე? დაელაპარაკონ, მოახერხა მარგინალიზაცია ოპოზიციის, ამაზე ძალიან კარგად დაკითხავს და თანმიმდევრულად იმუშავეს, თანმიმდევრულობას მათ ვერ დაუწუნებთ ბოროტებაში, მაგრამ ესეც უნდა დაძვი. ხა პოლი რუსეთის დამარცხება თუ გინდა და ბიძინა ივანიშვილის თუ ებრძოლო, რუსთაველზე შენიანის რანაირად შეიძლება რომ გერიდებოდეს და გეშინოდეს, ხო? პოლიტიკოს ჭირდება რაღაც ტიპის ცოტა სწორხაზოვნება, იმიტომ რომ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აი, ნუ იგივე ნარატივი. ამას ამბობს, ამას ამბობს. ვინ არის მიშისტი? ვინ ყავს სტუმრად? ვინ სახელი აღარ პასუხს. და თავიდან ჩავა. სტოპ კადრ. ლევან ღამბაში. ჩვენ რო დაგვადგა ლევან ღამბაში ის გავაკეთეთ. პირველი სტოპ კადრი გააკეთეთ რა. პირველად ნახე რომ აქ იყო, ან სტუმრად არ მინდა ხო არა, სულად ის როდის დაგვიშვია. კარგი, ჩვენ არ უშვებთ ლევან ღამბაში, რატო არ ვინ არის ვаш ლევან ღამბაში? Он просто член. ბუჩეკა გავუშვით. აი ბუჩეკა სერიოზული. გავუშვი? ხალხს უნდა შევქმნათ იმის რწმენა, რომ ჩვენი მარჩევნებისთვის, რომელსაც ეს პროტესტი მოიპოვებს, ვართ მზად. ამის იქით ყველა პარტია თვითონ უნდა გადაწყვეტოს, თუმცა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს. არ შეიძლება ელაპარაკო, რომ CSKO კორუმპირებულია და არჩევნებს გიყალბებენ და თან ახლა შეიძლება რომ ადგილობრივ თვითმფრინავის არჩევნები მოიგო მაშინ, როცა თან ახალ არჩევნებს ითხოვ, რომელიმე პროცესი მაინც უნდა დასრულდეს და მე რასაც უყურებ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამას არ აკეთებს და ეხლა არ ამბობენ, რომ არჩევნებში მოაწილოს მინიმუმ. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ თვითმფრინავის არჩევნებში მოაწილოს არ მიიღებს. აჰა, არ მიიღებს. თუ სიტუაცია არ მიიღებს, მაგრამ მე რა მანდაზიან სიტუაციის შეცვლა არ მიიღებს კონკრეტულად. ბუჩეკა აღარ არის. ხო და ჩვენ ადამიანები. ანუ არ მივა, ხმას არ მისცემს. ადამიანები შალვა. ან ჩამოაყალიბებიანები არა ხო არის გირჩი არის გირჩი მეტი თავისუფლება ესენი გააკეთე გირჩი მეტი თავისუფლება პლუსი რა პრობლემაა ჩვენ და ვიჩვენ და წასულია პარტიიდან და უცებ ხვდებით რომ ჩვენ საქართველოს ზომბები არა ეს და კუტაბიჭი ხო საქართველოს ზომბები რა პრობლემაა ესენი არა ბაბში მაგრამ გირჩი მეტი თავისუფლება პლუსი გახდებოდა პატარები ჩვენ მე და კუტაბიჭი არა კუტაბიჭი ხო ამას ავკიდეთ კი ამას თვითონ დაიწყო ბუჩიკო და ბუჩიკო და კუტაბოი რა ეგეთ პარტია იქნება რა პრობლემაა ჩვენ მე ბუჩიკო და კუტაბიჭი ანუ პატარები არ ვიგებთ მონაწილეობას შარკბორი და ბავშვები ბავშვები არ ვიგებთ მონაწილეობას შეიცვალა ეხა შანტაჟიზე უმაღლესი ფორმაა ეხა თუ რამე შეიცვალა მიდი და არ წაყვე აი თუ რამე შეიცვალა რას გულს ხო ნაცები და აი ამინდი მაგრამ თუ იგივე არა როგორ რაღაცა უნდა თქვა რა აპრიორი შეიცვლება ამინდი თუ არ შეიცვალა ოღონდ როდის თელი ახლის გალობაში 6 თვე ხო დარჩა აღდგომების მერე ზუსტად ერთი ამინდი თუ იქნება ესეთი გრადუსი ესეთი თუ აცივდა ბაბში წინაზე თუ დაღამდა გატენდა რა თუ აცინდა აი და დაწყან ისა ჩვენ ამ ნაწილს არ ოღონდ ისეთი რომ აპრიორი ვაიმე დედა შენ გაიხარე დაღამდა და თუ შენ გაიხარე დოი
დოიაშვილო რა ჩვენ გვაცინე რა უი ზურა ჯაფარიძეც გავუშვათ ბარე ხოდა დავასრულოთ გავუშვით იმიტომ რომ ბოჩოკოს მერე ზურა თემა მე ხა რეალი არსენალია და ვიღაც რა შეადარებს ანდოიან ეხა ხო რატო ეხა უფრო მნიშვნელოვანი არის ზურა ჯაფარიძე კაი გავუშვით და დავასრულოთ კაი არა ყაი შეიძლება ესეთი რამე მოხდეს და მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკები დარჩენილ ციხეში გააჩერე გარარი ხლები რომ შეგვეშალა მაგას უნდა კარგად ძანდებოდა მეგობრებო ეს შეცდომა იყო არ მიაკეთე დაბალ აკმეზე არ დავასრულეთ ანუ ვიშიტოჩკაში ცოტა ჩამოვიდა დაბლად არა უშავს ხვალ შევხვდებით იმაზე რომ შევხვდებით მრავალ არა შევხვდებით იმაზე შევხვდებით ხუჩაბათი არა ხუჩაბათი მე დღეს მეგონა ხუჩაბათი კაი დიდი ბოდიში რა my bad ანუ ხვალ დოი წინარ ბიჭო გამუქრება всё კარგად ძანდებოდა კარგად